გამარჯობა მეგობრებო, ეს არის მადი სამგზვრელი პოდკასტის გარე გადაღება. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ზაქარია ფალიაშვილის 90 ნომერში ჩინურ რესტორან ახალ აზიაში. რაც იმას ნიშნავს, რომ დიახ, სწორად გამოიცანით დღევანდელ ჩემს სტუმარს ძალიან უყვარს ჩინური კერძები და ჩინური სამზარეულო. სანამ გაგიმხელდეთ თუ ვინ არის დღეს ჩემი სტუმარი და ვის მასპინძლობ, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და იყავით ჩემთან ერთად. ახლა კი წავიდეთ ჩავწეროთ პოდკასტი. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ჩემი სტუმარი არის გიორგი თოროძე. გამარჯობა. თორჩო. მოდი ყველამ ესე ვიცნობ და თორჩო. თორჩო, როგორ ხარ? კარგად, ძალიან მიხარია შენი სტუმარი რა ვარ და კადრს მიღმაც გითხარი, რომ ძალიან გულშემატკივრობ და ძალიან გამიხარდა რომ დავიძახე, იმიტომ რომ სულ უყურებ ხოლმე შენ პოდკასტებს და ერთი სული მქონდა, როდის დამირეკავდი და როდის მოვიდოდი 1 საათის დაგვიანებით, როგორც მოხდა ახლა. ძალიან არაფერი არ თქვა. ამ გოგოს სულ ვარ, ხალხო იცოდეთ, ძალიან არ გვყვარვარ, არც ამას, არც მის ქმარს, იმიტომ რომ 1 საათი დავაგვიანე. ეს არის საკმაოდ ლეგიტიმური მიზეზი იმისათვის, რომ არ გვყვარდე, ამიტომ მივესალმები. თუმცა მოგესალმები, მაგრამ მაინც გვიყვარ ხარ შენ. მე 1 საათი დავაგვიანე. 1 საათი დააგვიანე. არ არის, მეც დავლოდები ვარ 1 საათი. ძალიან ცუდია, იმიტომ რაღაც პერიოდი ეგრე ვაკეთებდი ხოლმე, მე მეგონა რომ გამოვასწორი და ახლა ისევ დამეწყო და მაყად. ანუ ზოგადად არ ხარ ძალიან პუნქტუალური ვარ ბოლო რამდენიმე წელი. იქამდე ვერ ვიყავი რაღაც მიზეზების და გამო. რაღაც მიზეზების გამო არა, უბრალოდ ცოტა გაფანტული ვიყავ. და ეხლა მე მივხვდი უკვე ძალიან ბევრჯერ რომ შევრცხვი, მე გამოვასწორე ეს ამბავი და სირცხვილმა გძლია. ხო, და ეხლა გამექცა ის ომაპატია. კაი, სანამ ამ გაქცევებზე ვილაპარაკებდეთ, ნახე, აგერ მოქცეულები არიან. ვიცი, ყველაფერი ვიცი, როდის დავაჭირო. მიყვარს. როდის დავაჭირო. რა. ცოტა დავაჭირო. იცი ხო, იცი. კი. მოკლედ, ჩემი მეგობარი სპონსორები არიან. ფიზი. კი, აბა თქვი რა. ეს არის ფიზი ჯორჯია, ეს გახლავთ სახლში დასამზადებელი ლიმონადის აპარატი, რომელიც იგაზება ესეთი ულამაზესი აპარატითა და ეს არის соуსები. დღეს აქ წარმოდგენილი გვაქვს ჟოლოს соуსი და გვაქვს წარმოდგენილი სიროფი ფორტოხლის. ფიზი გამომიგზავნე, მეც მაჩუქე მადლობა. აუცილებლად გამოგიგზავნე. მოკლედ და ეს შეგიძლიათ შეიძინოთ ფიზის მიწევად Facebook-ზე და Instagram-ზე, ნებისმიერ სოციალურ ქსელში გიპასუხებენ, გამოგიგზავნენ, იქნებით ბედნიერები და აგემოვნებთ ლიმონად სახლში და იქნებით ლაღად. მადლობა. მადლობა თორჩო, შემდეგი. ბომბარი შოკოლადები. ბომბარი შოკოლადები, რომელიც გასიჭრეთ ძალიან. მართლა გეუბნები ყველა შენ ყველა შენ პოდკასტს და ერთი სული მქონდა, როდის დამირეკავდი და მინდა მაგის ჩაკბეჩაც ჭამის შემდეგ. თან ვიცი რომ ნული შაქარი აქვს, თან 2 დღეს წინ დავიწყე მე სტორი ყვება და გამომდე. მე გამოვწე სტორი არ დავამთავრე. მოკლედ კარგია ესეც იცი. ნული შაქარი, ძალიან ჯანსაღი, საღამოს მოგშვი და წავისნექავით, ვართ გემრიელად, კარგად. ეს არის ახალი არ ვიცი და გისმენ. ეს შემჭრია ხო რომ ახალია? კი. ეს არის ფაფინა, ფინეთში გაზრდილი შვია, დამზადებული საქართველოში. აქვს 5 სახეობის შვრიის ფანტელი და ნუ ეხა გემონურთვისებებზე და ისედაც რომ ძალიან ჯანსაღია შვია, კი გეცოდინება, იმიტომ რომ შეიცავს ძალიან B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე საუზმეზე ძალიან კარგია დიეტის დროსაც. ხო, და მე დავიწყე სტორი ყვება და დღეს ვარ ყვება ოღონდ. და ეს ამასაც მაჩუქებ? კი, რა თქმა უნდა, გაგიქებ და ეს შეგვიძლია შევეძინოთ GPS-ისა და PSP-ს აფიაქებში. და ხო, მოკლედ შენ ამდენად გიყვარს ფაფა, მაინტერესებს. შვია. ეს ზიზღება ფაფა, შვია. მე მგონია რომ ბაღში შემაძულეს მასწავლებლებმა და იმის შემდეგ უბრალოდ არანაირი შნო არ მქონდა რომ მიმერთვა და მეჭამა. თუმცა დადგა ჩემს ცხოვრებაში ის ეტაპი რომ მჭირდება და მჭირდება იმიტომ რომ მინდა რომ ჯანსაღად ვიყვებო და ამისთვის ძალიან მოტივირებული ვარ და შევიყვარებ. მგონია რომ რა ქვია? ფაფინა შემოყვარებს შვრიას ჩემი. დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ძალიან ხარისხიანია და განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი შვრიის ფანტელებისგანაც. ანუ იქ სად იზრდება? ფინეთში იზრდება, კი. იზრდება და აქ ჩამოვაქვს და თან აი მით უმეტეს ფინეთში ხო არის ესეთი სუსიცივე და ესეთ სიტუაციებში, როდესაც იზრდება. ესე იგი რომ დაკრავს ეს ნულოვანი ის, ანუ მინუსები. ეს გემონურთვისებს და ბაქტერიებს და ყველაფერს კლავს, ყველაფერს. კი, ნამდვილად. ხო და მოკლედ აი იცი რა მეყვარს მე კიდე აი ამ შვრიის ფაფას რომ შეურებ ხოლმე რაღაც ხილს, რაღაც соуს მოასწავ ძალიან აგებია. მიწევს ეგეთი რაღაც ვარიაციები და კომბინაციები, იმიტომ რომ ხო
სწორ დროს მოსულ ხარ. ხო, როგორც რაღაც დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს და მიხარია. უბრალოდ არაფერი ხდება მწვერვალში. ნამდვილად ყველაფერი დანაგებ ეს ბედის წერაა ჩემი ხარ. ხო და ჩვენც შევხვდით ხე. მოკლედ ჩვენ ვიმყოფებით, მინდა გითხრათ, სად ვიხედები იქით? ჩემს ერთ-ერთ საყვარელ რესტორანში. ხო, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ჩინურ რესტორან New Asia-ში, ანუ ახალ აზიაში. თორჩოს უყვარს ძალიან ჩინური კერძები, მოვიდა უკვე თებშები. ხო და მოკლედ დღეს უნდა დავაგემოვნოთ ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით და გუმბაო. გიჟდები გუმბაოზე. მეც ძალიან უყვარს. ქათმის ოღონდ. ხო. შენც ქათმის ხო? ქათმის არის, კი. გიჟდები. და ეს შეგვიძლია დავაბზრიალოთ, მაგრამ ჯერ შენ გადაიღე. როგორც სტუმარმა. როგორც სტუმარმა მე მასპინძელი ვარ. დიდი მადლობა. სანამ გადაიღებ, ეხლა მოვიდა ფიზის დაგაზვის დრო. გადაიღე ჯერ. ძალიან მინდა. ძალიან მიყვარს ჩინური კერძები მართლა რა. გიჟდები მეც. ჩინური და მექსიკური არის ჩემი საყვარელი სამზარეულოები. არა მხოლოდ ესენი რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველოში არსებობს გემრიელი ჩინური და მექსიკური რესტორნები, სადაც ძალიან გემრიელად მივირთმევ ხოლმე მაშინ როცა მაგ cheat day. კი. თან იცი რა არის, რომ ძალიან ის არის, საქართველოში ძალიან კარგად ამზადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შეიძლება იფიქრო გეთანხმები, რომ აი მე მაგალითად თუნდაც რაღაც იტალიური კერძი იტალიაში იმდენად არ მომწონებია, რამდენადაც საქართველოში. ხო იცი, ამ მგონი ჩვენს გემოვნურ თვისებებზე არგებენ მაინც და მაგიტომ. კი, მეც ასე ვფიქრობ და უფრო მეტად გემრიელი გამოდის და ამიტომ მოკლედ ესეც ცხარესთან როგორ ხარ? ცხარესთან კარგად სხვათა შორის ძალიან ცხარე არა, მაგრამ აი ხა ძალიან მექსიკელებმა როციან ძალიან ცხარე, ეგრე არ შემიძლია. მე მიყვარს ძალიან. თან მე მეგრელი ვარ. თან მაგიტომა მოფხატია. რასპია, ო. მაგიტოა რა შენ უნდა გიყვარდეს ეს რატია ცხარეები. ჩემ მეგობრებო რომ მიმყავს ხოლმე, სადმე რომ მივდივართ ხოლმე ფესტივალზე ერთად, საჭმელად, ჩინურში ან მექსიკურში. სულ რაღაცა ისე იღებენ ხოლმე ეს საკვებს, რომ ვცდილობენ ხოლმე რომ ეს წიწაკები არ ამოიღონ. ამ დროს მე პირიქით ძალიან მიყვარს. ხო, თავისი გემოვნური თვისებები აქვს და ძალიანაც კარგია ხა ზომიერად რა. ზომიერად ყველაფერი. ყველაფერი ბალანსი. მე დამეყარა. ხო და როგორია? როგორც ყოველთვის საუკეთესო. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ახალ აზიას. ნამდვილად, ჩემი საყვარელი რესტორანი. ჩემიც. всё, დავიწყოთ ახლა ფიზი. მინდა რომ დავგაზო, ვერ ვითმე. კი, მიდი. რა უნდა? ჩააჭირე. და სად ჩამოვა? თუ რა ჩა? ო მაი გად. ეგა, აუშვი. ესე. და ხა არ ვიცი როგორ ვარ. ეხლა ნახე. ოკეი, მაგას თვითონ ჭიქაში ვასხავთ და ოკეი, მივხვდი. შენ რომელი გინდა ეხა? მე მინდა ჟოლო. ჟოლო, მიდი. ჩავისხა? ჩაასხი? რამდენიც გვინდა? აი, თვალით რა. ეხა მე ჩაგისხამ ამას. ფიზი რა საყვარლები არიან? ფიზი სახლში. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. გემრიელია. მოკლედ, შენ თუ ამზადებ სახლში საჭმელს თუ გეხერხება, ეგეც მაინტერესებს. კი. და ახლა ვარ გადარეული, როგორც ყველა. ნუ ყველა შეიძლება არა, მაგრამ უმეტესობა. ახლა ხო ძალიან ტრენდში არის აეროგრილი რა. და ვარ გადარეული, იმიტომ რომ საერთოდ ტაფას აღარ მოვიხმარ. ხუმელსაც აღარ მოვიხმარ, ისე აქტიურად, პირდაპირ აეროგრილში ვაკეთებ თითქმის ყველაფერს. აი, რასაკეთებ ხოლმე? ძალიან ბევრი რაღაცას მაგალითად ვცდილობ რადგან ჯანსაღად ვცდილობ რომ ვიყვებო, რაღაცა ჯანსაღ კოტლეტებს ვაკეთებ ჩემით. შენ თაკეთებ? რაო? ქათმის კოტლეტებს თუ ის? ქათმის კოტლეტებს, ისეც. ხო. ძალიან ბევრი რაღაცას ჭადი მიყვარს ძალიან და რადგან თან პურს არ მივირთმევ, ჭადს ვაკეთებ ხოლმე, ესე ძალიან გემრიელად, ჩემი რეცეპტი მაქვს. ჩაიწერეთ. ჩაიწერეთ, აბა მითხარი, რამე განსაკუთრებულია? არა, ძალიან განსაკუთრებულიც არა. მიყვარს ოხრახუშით, ანუ ჭადის ფქვილი, ხო?
ხო, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან გემრიელია. არომატისთვის ძალიან კაია ოხრახუში. ძალიან ცოტა ზეთი მოზეუისას, თბილი წყალი აუცილებელია, მარილი ცოტა ოხრახუში და ყიდულობ ხოლმე გარჩეულ მზეს უმზირას, რომელსაც მე თვითონ ხალავ და ამ მზეს უმზირასაც ვყრი ამ გულში და ისე ვაცხობ. ანუ ჭადი აღარ არის მე მგონი. ვეკარი ჭადის ბიძაშვილი. გემრიელი ჭადი. ძალიან მაგარი გამოვა უეჭველი. ხო, ძალიან გემრიელია და ისეთი. და ყველთან ერთად? ყველთან ერთად, მაგრამ არ ვიტყოები. ყველთან ერთადაც, მაგრამ მე მაგას რო ვაკეთებ ხოლმე, ვაკეთებ ესე რომ ბოსტნეულს უშუშავ, ბადრიჯანი ბულგარული ასე შემდეგ ეს ყველაფერი ცოტა კარტოფილიც და ვაკეთებ ხოლმე ძალიან ბრტყელ ჭადებს ვაცხობ აეროგრილში, ეს როგორც გითხარი იმ რეცეპტით და მერე ზევიდან ანუ ცოტა დიდ კანაპეებს ვაკეთებ ხოლმე რა და მერე ზევიდან ცოტა ყველა. თქვენ კეითერინგზეც ხوار მუშაობთ ხოლმე? ხო, ცოტა ეგეთი სემირება აქვს, რომ ცოტა კეითერინგი რაღაც ცოტა დიდი ზომის. ანუ სახლში მეგობრები რომ მოდიან ხოლმე, ძირითადად უფრო შეიძლება არ გამოიძახოთ საკვები და შენ გააკეთო? არა. ჩემთან მეგობრები ძალიან იშვიათად მოდიან, იმიტომ რომ შორს ცხოვრობ, მაგრამ მაინც და მაინც ხო, ან რაღაც აღარ მიყვარს ეს გამოძახებები რა. იმიტომ რომ ხო რა და მე მეკცევა და არ მინდა რომ გამექცეს. აუ და ძალიან იცი შეჩვევა გამოძახებებმა. ძალიან და უფრო ზარმაც და არ შეიძლება. და აი მე იმ დონემდე შეიძლება მივიდე ხოლმე რომ უკვე კანკალი მეწყება. მე სამზარეულოში რა გავაკეთო არც ვიცი, ვიბნები და მე უცებ მაკდონალდი ან რა უცებ რომ მოვიდეს, იმიტომ რომ თან რაღაცა მე ენერგია არ გაქვს რომ გააკეთო რაღაც და უკვე რო ესახარ მე უკვე ცუდად ავარ და ანუ რაც მალე მოვა ის მინდა რომ გამოვიძახო და გამოდის რომ არაჯანსაღად ვიყვებები რა. ფასტფუდი და რაც ძალიან ცუდი. ფასტფუდი და აი საშინელებაა. მაგრამ იცი რა მე მესმის იმ ადამიანების ვისაც ანუ ხო არსებობენ ადამიანები ვისაც არ უყვარს სამზარეულოში საჭმლის კეთება. მე ვარ იმ კატეგორიიდან რომელსაც უყვარს საჭმლის კეთება. ოღონდ ხსულ არა. აი ყოველდღე არ ვაკეთებ რა. და აი ესე როგორ იყვებები ყოველდღიურად მაგალითად ხა ყოველდღე შენ მაინც ესეთი რეჟიმი გაქვს რომ ხა სახლში ხშირად არ ახარ. აი როგორ ახერხებ ხოლმე მაშინ რომ იყვებო. მიგაქვს მე გარეთ? უცნაურად ძალიან. ხან იცი არ მიმაქ ხოლმე და გუში ძილის წინ ვფიქრობდი მაგაზე მართლა გულწრფელად რომ მგონი დროა რომ და ChatGPT-ს ვკითხე რაღაცები დამიწერეთ ხოჯანსაღი კვების, იმიტომ რომ უკვე ფანტაზია რო აღარ მყოფნის და ერთ-ერთი რაღაცის მირთმა რო არ მინდა უკვე გირს გავარ ხოლმე და გუშინ ვიფიქრე რომ რატომაც არა, მოდი რაც დილას დავიწყებ ეგრე რომ გავაკეთებ საუზმეს სადილს ვახშამს და თან წავიღებ და მივირთმევ ხოლმე სადაც საჭიროა როცა დრო იქნება რა. ბევრს დააქვს უკვე რა. ხო არა, ეგ ძალიან კაი არის. ადრე დამქონდა ხოლმე რაღაც პერიოდი, მე უბრალოდ დრო არ მქონდა, როგორც კი ვიღვიძებდი ეგრევე გავირბოდი ხოლმე და ახლა მეტნაკლებად მაქვს დრო იმისთვის, რომ საკვებიც მომზადო დილიდან რა, მთელი დღის რაციონი. ალბათ ეგრე ვიზავ. შევეცდები ყოველ შემთხვევაში. ვიღაცები არიან ხოლმე გამიჯი, აი მეც მქონდა ერთი პერიოდი, რომ სად უნდა წავიღო ეხა ეს საჭმელი და თან გოიმობა, ეხა რითუ იარო და რაღაცა და გონია რომ არაფერი არ არის გოიმობა, რაც არის სასარგებლო შენთვის. ხო, აი მეზარება და აბსოლუტურად არაფერი არ არის გოიმობა, რაც არის სასარგებლო შენთვის. ყველამ დაიმახსოვრეთ. ხო რა, თქვენ თავზე იზრუნეთ რა. აუ, ახლა ამას ვერ გავაკეთებ ნათელაბებორა სიტყვის. ხო. არის ძალიან დიდი ბულშიტი რა. ანუ შენ როგორც გეტყობა, რაც გინდათ. ხო, საზოგადოების აზრი შენზე არ მოქმედებს. მაგრამ ანუ საზოგადოება რა სიტყვის შენ როგორც საჯარო პიროვნებაზე საინტერესოა ნამდვილად, მაგრამ ის რო გავლენა მოახდინოს და ახლა ამის გამო ამას არ ვიზამ. იმიტომ რომ იმან რაღაცა თქვა და ახლა ის არა. ანუ მაგასაკიდან გამოვედი, ჩემი აზრით. ხო. არა რა, მან კარგია რო ეგრე. მაინტერესებს რა სიტყვენ ჩემს მუსიკაზე, მაინტერესებს რა სიტყვენ ჩემს ნათამაშებ როლზე, ან რაღაცაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია და ხო დანარჩენი. ხო. მე თვითონ არ ვანიჭებ იმ მნიშვნელობას, რომ კიდე იმას მივანიჭო მნიშვნელობას, სხვა რას იფიქრებს ამაზე და ამიტომ მართალია, ბევრი ცხოვრობს საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებული და შეიძლება ეგეც დაინტერესოა, არ ვიცი. მე ეგენი ჩაგრებიან ჩემი აზრით, იმიტომ რომ სულ ფიქრობ სხვი. იცი რა, გააჩნიათ თვითონ როგორ ვფიქრობ. ზოგადად მე სულ იმას ვამბობ, რომ ყველა ცხოვრობთ ერთხელ და ყველა ცხოვრობ პირველად.
პირველად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს სიტყვები ჩემი აზრით წაკითხული გაქვს ყოფს აუტანელ სიმსუბუქეში, ხო? გიждები მაგ ფრაზაზე, იმიტომ რომ რეპეტიცია არ არსებობსო, ასე ამბობს მილან კუნდერა. და შენ არ გაქვს ამის საშუალება რომ რამდენჯერმე გამოცდა ჩააბარო და მე რაღაცნაირად სხვანაირად იმოქმედო, შენ ხარ პირველად აქ და შეცდომები მოსულა. შეცდომები მოსულა, ხო, ერთი და იგივე შეცდომები არ მოსულა. ხო, არა, ნუ ეხ მაშინ მაგრამ ესე თქვა მინდა და ამის რომ ყველა პირველად ცხოვრობს და ზოგადად არ მგონია და არ მჯერა რომ სწორი არის, როდესაც ადამიანები ამბობენ რაღაცაზე, რომ ესეა სწორი და ესეა არასწორი. ანუ იმანაც არ იცის, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ისიც პირველად ცხოვრობს. ნუ ერთადერთი რაღაცა როგორ ცხოვრების რელსებზე დგას ალბათ მაგასაც მნიშვნელობა და რის ისწავს და რის ისჯერა იქედან გამომდინარე შეიძლება რაღაცები თქვას, მაგრამ ზოგადად აპრიორი რაღაცა სწორია და რაღაცა არასწორია. ამის თქმა ძალიან დიდი სიგიჟე მგონია. რომ ყველა ცხოვრობს პირველად. კი, ყველა ცხოვრობს პირველად. საინტერესოა. სამი კერძი მითხარი, რომელსაც გამოვარჩევ. ეს და ეს. ეს და ეს, მხოლოდ? არა, გეტყვი. სამი კერძი, ხინკალი მიყვარს ძალიან. მეც. რა ვქნა რა, ძალიან მიყვარს. აი ძალიან. თუმცა რაღაცა ეგ არ მაქვს, ხო, რაღაცა ჩემი საუკეთესო კერძი ეგ არის და მხოლოდ მაგას მივირთმევდი, ეგ არ მაქვს. მაგრამ ხინკალი მიყვარს ძალიან. გუმბაო მიყვარს ძალიან. და კიდე რა მიყვარს. მე არ ვარ ძალიან ესეთი ფიქი მჭამელი რა, რაც ძალიან რომ არჩევენ საჭმელს. ყველაფერს ჭამ ასე ვთქვათ. ხო რა, კი. ტკბილი გვყავს? ხო, და რაღაცა ხაშლამა მაგალითად არ მიყვარს, იმიტომ რომ ვერ გგებულობ მის გემოვნურ თვისებებს და ეს რაღაცა ხო, ეგეთი საკვები არ მიყვარს დიდად. რა მიყვარს? ტკბილი. არა, არ მიყვარს საერთოდ. თუ ადამიანი ვარ. ხო, არ მიყვარს ბავშვობიდან არ მიყვარს ამან. ანუ არ მიყვარს და ესე შეიძლება რომ მივირთვა. მაგალითად რეპეტიციების დროს მახსოვს მე თვითონ მიკვირდა ხოლმე ჩემი თავის რომ უბრალოდ დრო არ მქონდა თეატრში როცა რეპეტიციებდი ხოლმე ასე შესაძლო იყო რომ დღეში 2 ცალი რაღაცა დიდი შოკოლადის ბარი მეჭამ აი სნიკერსი მაგალითად ან რამე მსგავსი. და მე თვითონ მიკვირდა ხოლმე ჩემი თავის რომ რა დავაგეთებ ამის. ხო, მაგრამ მე ვხვდებოდი რომ ხო ენერგიის ამბავია და იუცებ და რაღაც, მაგრამ იმიტომ არა რომ აი ის არ მაქვს აი შოკოლადი როგორ მინდა, შოკოლადი მომინდა არ მაქვს. მიყვარს ძალიან. ხო, რატო არ მაქვს, ოღონდ ეგეც არ ვიცი, ძალიან უცნაურია. ანუ შენ ძალიან კარგად იყვებები რა, მოკლედ ძალიან კარგია. ვცდილობ, არ მეყვებები ძალიან კარგად, არ ნუ მაინც ხა შოკოლადს რო არ ჭამ, იქ რაღაცა. ახლა ვცდილობ, ეხლა მართლა ძალიან ინტენსიურად დავიწყე ეგ რა. წარმატებები. მადლობა. ეხლა ესეთი კითხვა ჩამოვაყალიბე რაღაც ბოლო რამდენიმე გადაცემაა და მოდი შენც კითხავ, გადატანითი მნიშვნელობით რა. აი მადას რა გიღძრავს ცხოვრებაში? მიშვალად. უშველეთ. ადამიანები ვინც არიან ჩემს გარშემო. ანუ ეხლა გადატანით მნიშვნელობით გავიგე როგორც აი мотиваცია, kinda, мотиваცია რის. აი რის მუღამში გაგდებს, აი მაგ კუთხით რა, აი მადას რა გიღწრავს, აი რამ როდის ხარ, რომ აი რაღაცა მუღამში ხარ, რაღაც გევასება ეგეთი რაღაცა გარემო, რაღაც მომენტი. ადამიანები ვინც ყავს გარშემო რა. მეგობრები, ძალიან დიდ ინსპირაციას მაძლევენ და мотиваციას იმისთვის რომ რაღაცები ვაკეთო. გულშემატკივრები. ხო. ესე ვიტყოდი, რომლებშიც მეგობრებიც შედიან და უცნობი ადამიანებიც შედიან. ხო. და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ის ხო, მაგრამ წამოსული უკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია. ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა, შენთვის არ არის მნიშვნელოვანი. კი, რა თქმა უნდა. კომენტარები რო არ დაგიწერონ, არ დაგილაიქონ, არ უყურონ, არ გამოგიწერონ, რაღაც მომენტში დაიკიდე. მაშინ არც იქნება არაფერი, შენც არ იქნება და არავინ არ იქნება, იჯდები სახლში მაშინ და. შესაბამისად ადამიანები ჩემს ცხოვრებისეული მადას ძალიან ღძრავენ. გიყვარს ადამიანები შენ, ხო? ძალიან. აი როგორი, აი შენთვის როგორი ღირებულების მატარებელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შენთან ახლოს იქნება? ძალიან საინტერესო კითხვა. არ ვიცი, რა ღირებულებები. ალბათ თანხმედრაში უნდა იყოს ჩემ ღირებულებებთან. ახლა მე როგორი ღირებულებები მაქვს ამაზე რომ ვისაუბროთ, შეიძლება ძალიან შორს წავიდეთ. თუმცა აქვე ისე ვის მინდა ვთქვა, რომ როგორი ღირებულებებიც მე არ უნდა მქონდეს,
მე ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემი ღირებულებების სწორია, ან არასწორია. ხვდები სულ მანდვარ, მაინც ვიქვა რა, მაგრამ რა თქმა უნდა უმჯობესია და უფრო კარგად გრძნობ თავს ადამიანებთან, ვისაც ჩემნაირი ღირებულებები აქვს. გულისხმობ იმას, რომ ვინც იცის ადამიანების პატივისცემა არ მინდა, იმიტომ კი არა რომ უფრო კარგი ადამიანი. არა, შენ. მე ვარ ყველაზე კარგი ადამიანი. შენი უბრალოდ აი მომწონს ადამიანები, აი მე არ შემიძლია ადამიანებთან ერთად ყოფნა, რომლებიც პატივს არ სცემენ სხვის არჩევანსა და ნებას. პატივს არ სცემ, აი ხო ხვდები, აი არ ხვდები რომ ვიღაცა როგორ არის სიტყვა ქართულად არ ვიცი, გადავარ ვიხსენებ. უპატივცემლოდ იქცევა მეორე ადამიანის მიმართ. და ის შეიძლება რაღაცა კამპანიაში ვიყო ადამიანების გარემოცვაში და როგორც ვგრძნობ მაგას, რომ ერთი მაინც არის ეგრე, უკვე აღარ მსიამოვნებ შესაბამისად. მაგას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ რა ადამიანებში. ძალიან კარგია, როდესაც, იმიტომ რომ ბევრი ამბობს რაღაც ამ ბოლო დროს სხვათა შორის, რომ ადამიანებმა იმედები გამიცრუეს, რაღაცნაირად უფრო მარტო ვარ ხოლმე, ჩემი გარემოცვა მყავს. უცნაურია ძალიან ეგ ფრაზა ზოგადად ჩემთვის. ჩემი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა, რა იმედები გამიცრუეს, იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ 15 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ საერთოდ იმედები არ უნდა შევიქმნა. საინტერესოა ეს. ხო, რაც იმედები, ანუ იმიტომ რომ ყველაფერი შენ თავში ხდება და ვერასდროს ვერ იქნები შენ პასუხისმგებელი იმაზე, სხვა ადამიანი როგორ იფიქრებს, იმოქმედებს, ან რას გააკეთებს, იმიტომ რომ ის ყველაფერი მის ღირებულებებზე დგას და მის თავში იხარშება და ის რომ აი მე თქვა ჩვენ გაგიცანი სახლში რო წავალ და ვიფიქრო რომ მე ხნახა იანეტა ხოლმე დამირეკავს ყავაზე რო გავიდე აი ეს ხო სისულელე იქნება და აი ამ რაღაცა იმედების და მოლოდინების შექმნა გონია რომ ძალიან ისეთი საქციელია ანუ შენ ამბობ ადამიანების მიმართ ხო ხო, ადამიანები ხშირად გამიგეო რომ ადამიანები ამბობენ რომ იმედები გამიცრუა სხვა ადამიანებს. ანუ სხვანაირად ველოდი. ანუ იმედები არ უნდა მეგობრებო, იმედები დღეს რა დაამრიგებლური ტონით. მეგობრებო, იმედები არ დამყაროთ ადამიანებზე, იმიტომ რომ აუცილებლად გაგიცრუდებათ. არ მართლა გაუცრუდებათ აუცილებლად, იმიტომ რომ შანსი არ არის წარმოუდგენელია რომ ეგრე ვიცხოვრო რომ იმედები ვამყარო და სწორად ისე იქცევდეს მეორე ადამიანი. სადღაც მაინც რაღაცა იქნება, რასაც ვერ გაგიმართლებს, ამიტომ გონია სისულელე. მართალია, ხო, რაღაცა ველოდი რომ შენ ესე უნდა მოიქცე, შენ ესე უნდა მოიქცე, ის შეიძლება ეგრე არ მოიქცეს და ამ შემთხვევაში შენ მაშინ უნდა გაეცალო, ანუ მაგიტომ მაგისგან არ უნდა გქონდეს მოლოდინი. უკვე არა ჯანსაღი არის ეგეთი ურთიერთობა ჩემი. მოლოდინი აღარც უნდა გქონდეს და გააგრძელებ კიდეც ურთიერთობას, იმიტომ რომ შენ თავთან არ იქნები ის რო აი. შეგიძლია დააკვირდე ვიდრე მოლოდინები შეიქმნა. ანუ შენ დამკვირვებლის როლში ხარ. მე ვარ სათადარიგოზე. აი დამკვირვებ არ მხოლოდ ხო, ძალიან მაგარია. დამკვირვებული ხოდი მაგარია და პლუს უნდა ალბათ მოუარო რა. თუ ადამიანი ძვირფასია და ურთიერთობა ძვირფასია შენთვის, ნებისმიერი სახის, უნდა დააკვირდე და უნდა მოუარო. ეს არის ორი მინიმუმი პუნქტი ჩემი აზრით, და აბსოლუტურად ჩემი აზრი არის. და არ ვამბობ რომ ეს 100-ია და სწორია ხარ. შეიძლება არასწორი ვარ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. შემდეგი კითხვა. მე არ ვჩერდები, თან მაინც მივირთვი. შენი ახალი კლიპი ვნახე. ძალიან საინტერესოა. კლიპი თვითონ ძალიან ლამაზია, სიმღერაც მომეწონა. იცი რა მითხარი? ეს ერთ-ერთი ტაქსი რო ქონდა ერთ-ერთი კიდე სიმღერა. ეგ ხო არსებობდა უკვე. კი, ქავერია ეგ. ივერია მღეროდა, მეგონი 1900 რაღა მე-20 საუკუნეში მოკლედ და აი რატო გადაწყვიტე მაგაზე და ასევე მაინტერესებს შენი გამოცდილება მე ტაქსთან დაკავშირებით. ოი ეს ვინმე მგითხრათ რამე, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ტაქსთან დაკავშირებით. არა, მსაფრია ვქო. რა კარგია. მე მგონია რომ შენც იმიტომ გადაიღე მაგაზე ალბათ დაილინკეთ. რომ რაღაცა ალბათ ტაქსთან შენს გონია რაღაც მოკლედ. ტაქსი არის ჩემი ბოლოს წინა რელიზი. ახლა გამოვშვი რამდენიმე დღის წინ კიდე ახალი ტრეკი, არ ვიცი მოისმინე თუ არა, თუ არ მოისმინე. რა ქვია? შენთან ყოფნა. ეგ მაგაზე გითხარი. ოკეი. გულზე დამაგრებული სინემა გაქვს და აქეთ პოპკორნი რო ფეთქავს, ხო? ძალიან ლამაზია, მაგაზე გითხარი. სახელი არ მახსოვდა უბრალოდ და მადლობა რომ შემახსენე.
ძალიან კარგია ტექსტიც და თვითონ კლიპიც რა, აი ძალიან სახალისოა და ისეთი. ძალიან გვინდა ძალიან მარტივი, იმიტომ რომ მუსიკა არის ისეთი, რომ გვინდა რომ მთელი ყურადღება მუსიკაზე ყოფილიყო და შევეცადეთ რომ ასე ერთი ლუპი გადავიღეთ რამდენიმე წამიანი და რამდენჯერმე მეორდება ვიდეოში. ამიტომ რაღაც მუსიკალურ ვიდეოც დიდად ვერ აღვიქავ რა, უფრო რაღაც ფონი არის. რა rilsi ვიტრო არის რა. აი უბრალოდ არის, იმიტომ რომ მუსიკა ბევრად და ტექსტი ბევრად მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ტაქსის ძველი სიმღერა არის, მართალი ხარ ივერი ასრულებ და ძალიან მინდოდა რომ ჩემს სადებიუტო ალბომში ყოფილიყო ერთი cover სიმღერა და გადავწყვეტეთ რომ ეს ყოფილიყო. და რაღაცა მკითხე. ტაქსის სტეპთან ჩემი გამოცდილება. პირველ რიგში მოვიკითხავ თუ ვინმე ტაქსის ცხოველი გვიყურებს. მოკითხა. და ბევრი სიყვარული, იმიტომ რომ მე სულ ტაქსით მოძრაობ, ბოლო რამდენიმე წელი არის. ესე დაემთხვა, არ მაქვს მართვის მოწმობა და არც ნერვი რომ უბრალოდ მართლა 127 ჯერ გავიდე რუსთავში. და ამიტომ სულ ტაქსით მგზავრობ. და ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია მაქვს ტაქსის ცხოველებთან ერთად გამიკეთებია ძალიან ბევრი საშინელება. გაგვიტაცებია გზავნები. გაგვიტაცებია ხალხი. ერთადერთი ის რა ქვია, აი მაგას არ თქვა. რა მეცვი? ბევრი ძალიან საინტერესო, მაგალითად ტაქსის ცხოველებთან ერთად მიგულავია. კლუბში წავსულ ვართ ერთად. პარასკევს, აი ძალიან არაფხიზელი რა ჩავუჯექი რა. სად მიხადა? აი კლუბში რაღაცნაირად ისე ხდებათა რომ ყველა მესაუბრება და მეც ვესაუბრებ, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს მართლა ხალხი და ურთიერთობა. და მეც ვესაუბრებ ყველაფერზე ყოველთვის, უპრობლემო, თუ ტაბუო, თუ ცენზურად და ამიტომ ბევრი საინტერესო ისტორია მქონდა, მათ შორის ერთ-ერთი როცა კლუბში წავიყვანე ჩემთან ერთად და იმ მთელი ღამე ძალიან კარგად ვიგულავთ და დილით გამოდიხართ იმენა. მაგის მე არ შეხვედრია? და მაგიტომ მიყვარს თბილისი, რომ ძალიან ბევრჯერ ერთსა და იმავე მძღოლს ხვდები ხოლმე, შემთხვევით. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მძღოლსაც შევხვდები და ძალიან გემრიელად გავიხსენებთ მე ჩვენ გულაობას. ძალიან კაი იყო, აი ძალიან. თან დავყავ ყველას ვაცნობდი, ნახეთ, ახალი მეგობარი მყავს. ძალიან კაი იყო. მეგობრებს მარტივად იჩენ ხო შენ? იცი მარტივად ვუმეგობრდები ადამიანებს, ვუმეგობრდები აღარ და მეგობრობა კიდე სხვა რაღაცა არის რა, ადრე ყველას მეგობარს ვეძახდი. ხო, ეხლა აღარ. რაღაცა ეხლა ხანდახან გამეყარება ხოლმე, მაგრამ ნუ აი ჩემი მეგობარი მეჩხუბება ხოლმე და კიდე ჩემი სხვა მეგობრები მეჩხუბებდნენ წლები და ეხლა ვცდილობ ძალიან გავაკონტროლო ეგ რა, იმიტომ რომ გიორგი არ არის შენი მეგობარი, ესე მეუბნება ხოლმე მე და მე ვცხვენია და ეხლა დავიწყე ამ სიტყვის მოხმარება, რომელიც არის ამხანაგი, რომელიც არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა გზაა. აი ამხანაგი. აი რა შეიძლება აი მეგობარი რო არ არის, მაგრამ კარგი ურთიერთობა რო გაქვს. ნაცნობი ძალიან იქით არის და არ ვიცი. არქნა. ნუ ამხანაგი მართლა ისეთია. დანარჩენი ყველა ცივად ჟღერს და არ. კოლეგა თუ ვინმე ეგეთია. ნუ anyways კიდე ვიცი რომ აი პირველი რომელი სიმღერაც გავარდა ძალიან შენი ეს იყო მე რა გეწინა ისეთი ტექსტი აქვს რომ მეთქი აი მართლა რომ ეგეთი ტექსტი TikTok-ზე და ეგეთ პლატფორმაზე უნდა იყოს რომ თან გავარდეს და ბევრმა თავის საუნდად გამოიყენოს რა და ძალიან მიყვარს ეგ სიმღერა. შეცესე ხარ? ანუ გეწყინა და მე რა ასეულებ. იცი რა, ეხლა ეგრე არ ვიყავ. მე ძალიან განვიცდი ხოლმე ეგეთ რაღაცებს მართლა. თუ ვიღაცას რაღაცა ვაწყენინე, მე შეიძლება აღონდა ესე ვიდგერო რა სისულელეა, მაგრამ შეიძლება ღამე არ მეძინოს, იმიტომ რომ ვინერვებოდა. ახლა სიმღერის შემდეგ ძალიან გამიმარტივდა ყველაფერი. ამ გეწყინას მე? ხო, იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცას წვენს მე რას. ძალიან ცუდად იქცევი, მაგრამ ოკეი. თან მეცინება მე თორემ მაგას წერდა. მე იმაზე წეცინება და მე ვიგდები. ხო, იმიტომ რომ მე ვსწავლობ არ ვეწყენინო არის. რაღაც ეგეთი ეცი წალდალია. არა. კარგად ვარ? კარგად ვარ. მარტო თეთრი კვირები ჩანს. ხო და ეგეთი პონტია რა, ცივი წყალი დალიეს ამბავში, ოღონდ გეწყინა, მე რა. ძალიან მაგარია. ხო რა. ძალიან კაია მართლა. ისა ყველას წყნის რაღაცები და მე რა, სოკაი.
ისა შენ ლელასთან აი როგორ მოხვდი, ეგ საინტერესოა. კი არ ვიცი ისე. არდა მოყოლილი მაგრამ სადღაც. ხო, მე არ მომსმენია. როგორ მოხვდი და ვიცნობდი ესა შორიდან. ჯერ კიდე 13 წლის ვიყავი, როცა ესა შორიდან ვიცნობდი და სპექტაკლში ვთამაშობდი მაშინ და მახსოვს რომ თითქმის ყველა სპექტაკლზე მოდიოდა და უყურებდა ამ სპექტაკლს. დავით დოიაშვილის მუსიკის ჰანგებს. ხო. თავარ როლზე რო დაგამტკიცეს შენ. ეგ მე მოხდა, მაგრამ იქამდე იყო მუსიკის ჰანგები, ბევრი წლის წინ, მაშინ ვიყავი 13 წლის ბავშვი და მახსოვს რომ ყველა თითქმის ყველა სპექტაკლზე მოდიოდა და ასე ჩდებოდა წინა რიგში და უყურებდა აი 120 ჯერ აქვს ალბათ. რატო შენ გამო თუ არა, როგორ არა ჩემ გამო, ალბათ უყვარდა ეს სპექტაკლი, როგორც ვიცი უყვარდა ძალიან. ხო და ნუ ჯერ მაქედან მე ჯგუფში მღეროდი Quintessence-ში და მახსოვს რომ კონცერტი გქონდა და იქ იყო მოსული და რაღაც ძალიან ბევრი კომპლიმენტები მითხრა მახსოვს. ძალიან მიყვარს ლელა ვქიშდები. თვალი დამადგა შეიძლება არ ვიცი. ეგ თვითონ ვკითხოთ. ხო და მე პლუს ამას ემატება ის რომ ჩემი მეგობარი რომელიც არის დიზაინერი ლელას კაბებზე მუშაობდა ხოლმე მე ამ ჩემ მეგობართან ეს ჩემ მეგობარი ჩემ ტანსაცმელზეც მუშაობდა ხოლმე ხანდახან რაც ერთად ვეკვეთებოდით ხოლმე და ერთ-ერთ ეგეთ გადაკვეთაზეც მითხრა რომ ოდმაში ძალიან ბევრს დავდიოდი საზღვარგარეთ ჩემ ჯგუფთან ერთად და თბილისში რო ვბრუნდებოდით ხოლმე რაღაცა საიჯობები თუ იყო მუშაობდი ხოლმე რა I was fine with that რა მე ხამდენი ინგლისური რო ვთქვი ყველა მეტყვის რომ რა არ მაინტერესებს აიგრე მინდა და ინგლისურად ვამბობ ხო და ეს ჩართვები როგორ ხოლმე? მე ხო და აქ რაღაც ელაპარაკება, აკეთ. ხო და მე მახსოვს რომ ერთ-ერთ ეგეთ შეხვედრას მითხრა რომ ძალიან დიდი კონცერტი მაქვს და ფილარმონიაშია და ვეძებ ბექ ვოკალსო და მინდაო რომ ერთ-ერთი შენ იყო თუ თანახმახარო და მეცალა და ძალიანაც მინდოდა და ძალიანაც საინტერესო იქნება თქო მივუგე. დიახაც და ესე ვიმყარეთ ოღონდ მეგონა რომ ერთი კონცერტი იქნებოდა და მე აღმოჩნდა რომ იყო 6 წლიანი თანამშრომლობა. და ეს როდის იგიჟა ყველგან სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ქალაქებში და ძალიან cool იყო, აი ძალიან. ეგ პერიოდი იყო. შენც გონია რომ მაყურებლისთვისაც ძალიან აღმოჩენა ხარ ლელას კონცერტებზე გეუნები, იმიტომ რომ შენი პერფორმანსებიც ისეთი გამორჩეულია ხოლმე, იმიტომ რომ მარტო ბექ ვოკალი არ ახარ, რომ აი დგახარ და სხვას არაფერს არ აკეთებ. შენს შენი რაღაც საქმედებები გაქვს, უცებ რაღაც პერფორმანსი შენ. ეგეც ლელა და მამული ჩაარი რა იმ დროს ვფიქრობდი და ძალიან მადლიერი ვარ. იმიტომ რომ ძალიან დიდ თავისუფლებას მაძლევდნენ ეს 6 წელი, აბსოლუტური თავისუფლება გქონდა ყველას ალბათ ბენდში და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს და მგონია რომ ისეთ საზოგადოებაში რომელიც ძალიან ჩაკეტილი არის, რაღაცა ვქენით ცალ-ცალკეც და ერთად ისეთი რომ ვანახებდით რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და თავისუფალი მუსიკოსები ვართ და შეგვიძლია რაც გვინდა ის ვაკეთოთ. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა გძელდებ, აგზელებ თანამშრომლობას? ეხლა არა. რატო? იმიტომ რომ მთელი ჩემი რესურსი გადავწყვეტა რომ ჩემ თავს მოვახმარო და ჩემ თავში კლიპები რაღაცები. ხო. ეხლა სოლო არტისტად ყალიბდები ასე ვთქვი. ოკეი. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ შენ ძალიან მაგარი სკოლა გამოიარე, როგორც შეიძლება ვთქვათ ლელასთან. მანამდე შენი გამოცდილებები და ეხა ხო მით უმეტეს მოვიდი აქამდე და მე რა ვიცი ვნახოთ ხარ ხო? იცი რა მაინტერესებს, შენ მოკლედ სადღაც 15 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრობ, ხო? დაახლოებით რაღაც ისე შეიძლება 13 წლიდან მაქვს ხელფასი და 13 წლის ვიყავი, არ შეიძლება ნუ პირველი ჰონორარი მგონი 11 წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს რომ 13 წლის რო ვიყავი, მქონდა 3 სამსახური და დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება და იმდენად მსიამოვნებდა ჩემი გამომუშავებული ფულის ხარჯვა, რომ იმის მერე არც გავჩერებული ვარ და ვარ დამოუკიდებლად 13 წლიდან. აი ის მომენტი ქონია რომ რაღაც უცებ ძალიან მალე გაიზარდე, აი ცხოვრებისეულად გაიზარდე, რაღაც აი გახსოვს რომ გუშინ სხვა იყავი და აი რა მგონია რომ ახლა მაქვს ეგ და აი ხა მართლა და მაგიტომ კლაიზდები მგონია ცოტა შემეშინდა და მაგიტომ დავიწყე ჩანსაღიყვება. თუ რაღაც მომენტში მივხვდი რომ რაღაცა ეტაპები გავხურე რა და გავიარე რაღაცნაირად ასე თუ ისე და ეხლა შევდივარ სამიანებში და
მგონია რომ ეს არის ის პერიოდი, როცა უკვე ზუსტად იცი რა ხარ, რა გინდა, როგორ გინდა, სად გინდა და ასე შემდეგ. და ეხლა არის ის შენი გარდამტეხი პერიოდი? წელს მქონდა რა. აი რომ მიხდი რომ რაღაცა ცოტა სხვა. მიხდი რომ რაც გავიხედე და რაც ჩემ საუკეთესო მეგობარს, რომელიც ჩემი კლასელი არის, ნინა, I love you. რომელიც ჩემი კლასელი არის, მე ერთად უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რაც ძალიან ბევრი წელი 5 წლიდან ერთად მოვდივართ და რაღაც მომენტში გავიხედე და 2 შვილი ყავს. აქეთ გამოვიხედე და იქ რაღაც და მივხვდი რომ ვაიმე დიდი ვარ ძალიან. გქონდა შეიძლება 29 წლის ვარ. და მგონია რომ ეხა არის ეგ პერიოდი, როცა გავაანალიზე რომ ოკეი, რაღაცა დაიხურა იქით რა. თან რაღაცა კლუბებში აღარ სიამოვნებს ისე ხშირად სიარული როგორც დავდიოდი. რაღაც აი ალკოჰოლსაც ძალიან ვაკონტროლებ ახლა, იმიტომ რომ დიდად ეგეც აღარ აი რაღაც სხვა ეტაპი დაიწყო რა. მგონია რომ რაღაცა ეტაპების გავლის შემდეგ, როცა უკვე ახალი აღარაფერი აღარ ხდება, აი უბრალოდ როცა უკვე იცი რაც მოხდება, აი ზუსტად ვიცი ახლა სადღაც რო წავიდე, დასალევად მაგალითად გასართობად ან რაღაც ვიცი რა იქნება. და აი რაღაც ახალი რო აღარ არის ამ ყველაფერში არაფერი, ეგ უკვე მაძლევს იმის мотиваციას, რომ კარგად მეწინოს. რო არაფერს არ ელოდები ის. ხო. მაგრამ ისეც ის არის, რომ რაღაც ყველაფერი გამოსვლების გამო რაღაც ნაცნობია უკვე ყველაფერი და აღარაფერი დიდად აღარ გაკვირვებს თითქოს. მაგას ვამბობ. მაგრამ თან ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია. აი ეხლა რა არის მაშინ შენი სამიზნე ცხოვრების, რომ აი რა იქნება შენი ახალი ადგილები და სიტუაციები რომ აღმოაჩინო? ძალიან მინდა რომ ჩემი მუსიკით და ჩემი ბენდით და ჩემი კონცერტებით გავაკეთო ყველაფერი ისი გაკეთებაც მინდა. და მგონია რომ ჩემთვის ეგ ახალი იქნება. კარგად დავიწყებული ძველი და თან ახალი და ძალიან საინტერესო იქნება უკვე მარტო როგორც სოლო მომღერალი რაც და როგორ ვისავ და ამისთვის ძალიან მემზადებოდი. ხო, ძალიან მაგარია. და შენ ისეთ ტემპით მიდიხარ? ნამდვილად. ისეთი კარგი ისინი გაქვს რომ რავი, ძალიან კარგია. რას მანიშნებ? კაი, მეთქი რამე დროზე ხო არ მითხრათ ხო? იცი რა მითხარი, აი ძალიან მაინტერესებს, ყველას ქონია ალბათ რაღაცა გაჭედილობის პერიოდი მატერიალურ ამბავში და აი თუ ქონია შენ და აი ამ დროს თქვა რისთვის მიგიმართავს, აი რა გაიკეთებია და შენი თავი იმ დროს სულიერად როგორ ამოგიქოქავს და რა გაიკეთებია? იცი რა, მქონდა, ახლა ხო გითხარი 13 წლიდან მუშაობ ხო. წინა წელს საერთოდ რაც ხდებოდა წინა წლის დეკემბერში და მაგ პერიოდში საშინელებაში რო ცხოვრობდით, იმდენად გაპრესებული და გაღიზიანებული ვიყავი, რომ ცოტა მოვგლიჯე. და ტრანსფერით ისე დაემთხვა, რომ ყველა სამსახურიდან წამოვედი. მე თვითონ ერთადერთი რაც დავიტოვე იყო თეატრი, რომელიც დაკეტეს უბრალოდ. და აღმოჩნდი არაფრის ამარა. უსამსახუროდ და 1 წელი ვიყავი უმუშავარი. ხო. უხელფასოდ უყურე. პრინციპში ახაც უმუშავარი ვარ ესე რომ შევხედოთ რა. რამაც ცოტა გამაგიჟა რა. თავიდან ძალიან კაი იყო ალბათ პირველი 4 თვე, აი ძალიან სანამ სეივინგები გაქვს რა. დაგროვილი ფული. მაგდროს კარგი იყო, იმიტომ რომ პირველად ქონდა ცხოვრებაში ეგეთი შემთხვევა, რომ როცა მინდოდა მაშინ ვიღვიძებდი, არცად წასასვლელი არ ვიყავი და არაფერი საქმე ან პასუხისმგებლობა არ მქონდა რა. რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ეგეთი პერიოდი არ მქონია ცხოვრებაში არასდროს. ნუ 12 წლიდან. ძალიან ვისიამოვნე პირველი 4 თვე და მე დამერხა. და მე ძალიან რთულად ვიყავი, იმიტომ რომ რაღაცა ის რო ხარ რა. useless როგორ არის გამოუყენებელი. ხო, ეგრე ვხსნობდი თავს. მე გქონა რომ არაფრის კეთება აღარ შემეწყო რა. და მაგან მე ძალიან ჩამაგდო. ჯერ ჩამაგდო თავიდან და მე მეგობრებმა აბა ეხა გიორგიო და მამა მაგდეს, იმიტომ რომ მე დავიწყოთ ეს ჩემი პროექტი თორჩო, რომელსაც ესე აქტიურად მუშაობთ ივლისიდან რა. და სპონსორები და რაღაცები ყავს თუ აი რაღაც რითი არის მე ეს შემოსავალი? აი ყველა მეხმარება.
ყველა მეხმარება მართლა. აი სპონსორებით მეხმარებიან. თავიდან გეწყინაზე მახსოვს რომ სუსუ პირველი იყო და არავის არ ჯეროდა ესე რომ რამე მოხდებოდა საერთოდ და არ ჯეროდათ რომ ნახევარწელში 1 მილიონი ნახვა ექნებოდა ვიდეოს. და მე და ჩემი გუნდს დამჯეროდა და მახსოვს რომ აი 24 საათი ვისხედით და ყველა წერდით შეთავაზებებს რაღაც ძალიან დიდი კომპანიებისთვის რომ აი რაღაცა რომ ფული მოგვეცით მარტო იმიტომ რომ უბრალოდ ტექნიკა ვიქირავთ რომ აპარატი ვიქირავთ რომ ვიდეო გადავიღოთ და ასე შემდეგ და ნუ დავაგზავნეთ და არავინ არაფერი ბოლოს აი რაღაცნაირად მეგობრების დახმარებით სეივინგებში კარგად ჩაქექვით და იქ 3 ლარით და 2 ლარით ესე გავაკეთეთ და მე რო ნახეს შედეგი, მე ძალიან ბევრმა კომპანიამ დამირეკა და ძალიან წუხوارს რაღაცებით. მაგრამ ეხლა ვითანამშრომლე. ხო, ეხლა ვიღაცებთან ვითანამშრომლე, აი ტაქსიზე ვითანამშრომლე ერთ-ერთ კომპანიასთან და რომელსაც ძალიან დიდი მადლობა. იმედია შენი სპონსორებიც იქნებიან. იმედია ვინ არის? ამას ამოვჭრი. დაურეკე. ლუდის კომპანია ნატახტარი. რომელსაც აქვს რომელსაც შემოაქვს ლუდი ბექსი და მაგენი დამეხმანი. ყველა თავის რესურსებს იმაში, რომ რაღაცა რაც ძალიან გვინდა და რაც არის ხელოვნება, რომ გამოვიდეს რა. ალბათ შენგანაც ბევრი სიკეთე ახსოვს და უყვარხართ ამ ადამიანებს და მგონია რომ ეს სიკეთე არ იკარგება და შენ რას ფიქრობ, აი რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად დაკვირვებული ხარ, რომ რაღაცა მართლა რასაც გასცემ შენია თემაში არის, რომ რასაც გააკეთე გიბრუნდება. სუსუ პირველი სიმღერა მაქვს კარმა, ესე ქვია. და არის სწორედ მაგაზე რა. სუსუ პირველი ჩემი სადებიუტო ნამუშევარი არის კარმა, რომლის მუსიკის ავტორიც არის ჩემი მეგობარი ნაჯო და ერთად გავაკეთეთ და მუსიკაზე რომ მუშაობდით, მითხრა რომ აი რაზე გავაკეთოთ, იმაზე გავაკეთოთ, რაც ძალიან გაწუხებს და ძალიან მაწუხებდა იქ თემა რა, რომ მართლა არ შეიძლება იმდენად ბევრი ცუდი რაღაცა ხდება დღესდღეობით და იმდენად ცუდად არის ხალხი. რომ აი რაღაც საშინელ ნეგატივს ესე უშვებენ და კი კარგია რომ თავისუფლდებიან, მაგრამ რაღაც მომენტში ალბათ იმას ვერ ხვდებიან თქო რომ ეგ ყველაფერი დაუბრუნდებათ აუცილებლად რა. და მაგიტო აი 2 წლის წინ ეგეთი სიმღერა დაიწერა, რომელსაც ქვია კარმა და მაგის დამჯერა და ხო წაღარ ვთქვი რომ ალბათ გიბრუნდებაო, მაგით ვამართლებ ხოლმე მეც ყველაფერს აი ეგრე არის რა შანსი მე მგონია რომ ყველაფერი არის ენერგია აბსოლუტურად მგონი არა ყველაფერი ენერგია და შანსი არ არის რაც დადებითი ენერგიებით დამუხტული საქმეები აკეთო და უკან არ დაგიბრუნდეს წარმოუდგენელია ჩემთვის ყოველთვის ჩემს ცხოვრებაში ესე არის შეიძლება რაღაც მომენტში წაბორძიკდე, მიუხედავად იმისა, რომ შენ ბევრი კეთილი საქმე აკეთო, მაგრამ რაღაც კი, ეგეც საინტერესოა, ეგ საჭიროა, თუ არ წაბორძიკდი ცოტა, თუ არ შემოგარტყეს ცოტა. ცოტა ბოდერა თუ არ ზე, ანუ ისე არც საინტერესო არ იქნება და არც мотиваცია არ გექნება რა. როგორც ჩემი საყვარელი ინფლუენსერი იყო და ერთ-ერთი мотиваცია არ გექნება სხვანაირად. ამიტომ კაია, წაბორძიკებებიც კარგია. რაღაცა ფსკერამდე ჩასვლაც კარგია. მე მქონია პერიოდები, რომ სპეციალურად ჩამყავდა ჩემი თავი ფსკერამდე. მქონია, მართლა. სპეციალურად. ვიცოდი, რომ ძალიან სულად ვიყავი და ვიცოდი, რომ უფრო სულად უნდა ყოფილიყავი, რომ უფრო მალე გამომჯანმრთელებულიყავი. ვერ თქვი, რომ მალე გამომჯანმრთელებულიყავი. სტრესის საუკეთესო მოტივაცია. აბა თქვი ეს სიტყვა. რომ გამომჯანმრთელებულიყავი. ჟურნალისტი მაინც, ჟურნალისტი. რატო შენ მსახიობი მეტყველება? ხო, რატო წავბორძიკე? არა უშავს. როგორც ცხოვრებაში ბორძიკდებით, ისე ენაც ბორძიკება ხარ. ეს არის ძალიან ელემენტალური საკითხი. აი, გთხოვით ხარით სპეციალურად როგორ იბორძიკებდი თავს ფსკერამდე? აი უფრო ვაჭერდი რა. კი, ვიბორძიკებდი, აი ვეგდე. აი რა თემაზე მაგალითად? ფერი ახლა მე არ მაქვს ხომ ეს რო აი რაღაცა ეხლა იმან ეს რამ იქნა და იმან ან რაღაცა არა, მაგრამ მე მაქვს ხომ ესეთი რაღაც ჩემი დაკვირვებით, რომ ბევრი რაღაცა არასასიამოვნო რაღაცები რო ხდება, რაღაცა ჩემში გროვდება და მე მაქვს ხომ რაღაცა პერიოდი ჩემოგროვება, კარგად იციან, რომ ირეკავენ და ვეუბნები, რომ არა და თიშა ვიციან, რომ ოკეი, კაი, სამ დღეში მოვახოძე და всё.
ეს ყველაფერი გროვდება და მე მჭირდება ხოლმე რამდენიმე დღე, მაგრამ მაგ შემთხვევაში არ გავიდა 3 დღის მერე და გადავირია და ბოლოს მეთქი კაი უფრო, მაშინ უფრო. რაც უფრო ხო რა და მე დაარტყობ ხსაბო ხოლმე. და ის გაქვს ხოლმე რომ რაღაც პრობლემებზე, აი პრობლემებს როგორ აგვარებ ხოლმე, შეიძლება გაქვს ხოლმე რომ აი ვინერვიულო პანიკაში ჩავარდე თუ უფრო შვიდად ხარ ხო? ვიცი რა, მაგას ვაბრალებ დიდად არ მჯერა ეხლა რა, მაგრამ რაღაცებს ეტყობა ამ ჰოროსკოპებს რო გკითხულობთ მოგწონს. იმიტომ რომ კარგი რაღაცები წერია ხოლმე და მე მაგას ვაბრალებ ხოლმე, იმიტომ რომ ვარ სასწორი და ძალიან როგორც წერია ესეთ ახასიათებაში. აი შეიძლება საერთოდ არ არის ეგრე და მე რადგან არ მინდა ვეთამაშებ. ალბათ რადგან ეს მომწონს, მე მაგას ვაბრალებ ხოლმე, რომ წერია ამ ჩემს აღწერაში, სასწორების აღწერაში, რომ ვარ ძალიან დიპლომატები. და ან მართლა ვართ, ან მაქედან ავიღე ინსპირაცია და მგონია რომ ვარ და ეგრე ვიქცევი, არ ვიცი. მაგრამ არასდროს არ ვარ არც კონფლიქტური, რაც შეეხება პრობლემებს ან რაღაცებს ძალიან ისე ვაგვარებ ხოლმე სულ რა, ანუ რაღაც საღი, გამჭრიახი, გონებით, ტვინით და ვცდილობ ხოლმე რომ ემოციურად არ ვიმოქმედო და რაღაცა კარგად დავწონო მოკლედ რა და ბევრად წინ გავიხედო, ვიდრე რაღაცას გავაკეთებ რა. სასწორია. ვცდილობ ხოლმე ამას, ოღონდ ახლა სულ არ გამომდის ახლა. თუ გამაგიჟეს მართლა და აი მაგდროს შეიძლება მიქნია საშინელებები და მithვამს და გამიკეთებია სამწუხაროდ, მაგრამ ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ კონსტრუქციული, გაწონასწორებული და ულამაზესი ვიყო. კი, ნამდვილად ძალიან კარგია ყველაფერი. მოკლედ, ბოლოსკენ მივდივართ. ოკეი. დესერტი გინდა? კი! მე ვიდა დესერტის დრო. ბომბარი. მოკლედ, ბომბარი. ნახე, ესეთი ჩელენჯი მაქვს, გეცოდინება ახლა შენს. ვიცი. ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. ხო. აქ არის ახლა რამდენიმე სახეობის შოკოლადი. ვიცი, ერთი არის ქოქოსის არ გინდა. კარგი, რომელიც გინდა ის აიხშიე, ჩაკბიჩე, ქოქოს არ გაძლევ. შავი შოკოლადი აქვს რომელიმე ეს? შავი შოკოლადი არ აქვს. ოკეი, ამერიკა. ხო და მოკლედ ჩაკბიჩე და მითხარი პირველი ფინათი. შეფასება. ეს მართლა უშაქროა ყველა? კი. No sugar added რა. კარგია ღმერთო ლამაზ. ესე ფინა caramel ეს რა არის? კარამელი. გაიყოს ეს. და რა უნდა ვქნა? აი რა ასოციაცია მომდის? წამოიღებს და როგორ შეაფასებს მოკლედ. განგამდენა. იცი რა საგვარ? მაინც ცოტა ქვიში სანაპირო. ყვითელი ქვიშა გონზულე და რაღაცა, აი მაგ ვარ. ეგეთ ესეა. ხო და მოკლედ გადმოგცემ აი ამ საჩუქარს. მადლობა. და ისი ამოვნე ბომბარი გადმოგცემს აი ამ gift box. დიდი მადლობა ბომბარო. მადლობა ფიზიკ. ფაფინა, შენ ამბობ რომ ჯანსაღებაზე ხარ და ეხლა ფაფების დროს მოვიდა. გადმოგცემს შენ აი ამ ფაფებს და დიდი მადლობა. ამითაც ძალიან დიდი მადლობა. მართლა რა კარგია. ესეც მოყვება. ძალიან მიხარია, ძალიან მიყვარს საჩუქრები, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები და მიხარია რომ მოვედი, მიხარია რომ გაგიცანი და იმედია საინტერესო რაღაცებზე ვილაპარაკეთ თუ არა და არც ეგაა პრობლემა. არა, მე ძალიან ვფიქრობ რომ საინტერესოდ გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. ულევ წარმატებას გისურვებ შენ საქმიანობაში და შევხვდებით რა. გამოიარე. მოკლედ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყურებისთვის. ჩემი სტუმარი იყო გიორგი თორაძე. იგივე თორჩო. და გამომიწერეთ, ხო, ყველას გევედრებით, გამოიწერეთ ხატიას, მეც გამომიწერეთ, ხო. აუცილებლად. ძალიან ცოტა გამომწარი მყავს. სად ეს რომელში ყავს? YouTube-ში. YouTube-ში ყავს ცოტა. დამასკრაიბეთ. როგორ ხარ შენ? დამასკრაიბერეთ YouTube-ში ყველა. როგორ ხარ თორჩოთი? ხო. გამოიწერეთ თორჩო. მოკლედ, სურვილი იყოს და გამომიწერეთ. გამოგიწერენ აუცილებლად. მეც გამომიწერეთ, თორჩოს გამოიწერეთ, გვიყურეთ, იმიტომ რომ YouTube-ზე ძალიან კაი რაღაცები იტვირთება და ჩაუჯექით ისიამოვნეთ. მე კი მომავალ შეხვედრებ და გემშვიდობებით. გიყვარდეთ და გეამაყებოდეთ. გიყვარდეთ ერთმანეთი. კარგად. აი ამ ნოტაზე გემშვიდობებით. გიყვარდეთ ერთმანეთი.
სწორია. ნახვამდის.